Art გალერეა 34-ში ახალგაზრდა პოეტის თამუნა გუჯაბიძეს პოეზიის საღამო გაიმართა. მეხსიერება ასე დაარქვა პოეზიის საღამოს მწერალმა, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხა და საღამო მუსიკალურად გააფორმა. Როგორც მან აღნიშნა, თავისი პოეზია წარსულ ცხოვრებას მიუძღვნა. საღამო ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიქცევი, რომ ჩემი პოეზია მიიღო საზოგადოებამ. პირველად იყო ცეცხლით ფართო, ასე ვთქვათ, მასშტაბით წარუძეგი და რაც მთავარია, საღამოს ესწრებოდნენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, ვინც ჩემს პოეზიას იცნობს და ვინც საერთოდ პოეზიას აფასებს. შესაბამისად, საოცრად ამაღელვებელი იყო ის ემოციები, საოცარი იყო ალბათ დაუვიწყარი, რადგანაც ეს იყო პირველი და მე მგონი ამ ემოციას ალბათ არ ვიცი ძალიან იშვიათად შეიძლება გამიმოდეს მსგავსი რა. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს მოსწავლეს იამსწავლებელს და იაროგავ რომელმაც საშუალება მომცა რომ ეს საღამო ასეთი ლამაზი საოცარი ყოფილიყო. დღეს გალერეა 34-ში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის თამუნა გუჯაბიძის პოეზიის საღამო, რომელსაც სახელად ჰქვია მეხსიერება. არაჩვეულებრივი საღამო იყო, ძალიან ლამაზად ჩატარდა, ასევე პოეზიასთან ერთად მან შემოგთავაზა სიმღერა გიტარის თანხლებით. მოკლედ, ყველამ ძალიან ვისიამოვნე და ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით არაჩვეულებრივ გარემოში, Art გალერეა 34-ში, სადაც თამუნა გუჯაბიძის საღამო შედგა. თამუნა გუჯაბიძე არის ნორჩი პოეტი. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი აღმოჩენა მარგალიტი პოეზიაში, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელიც წერს საოცარ ლექსებს. არა მარტო ლექსებს, მას შეუძლია თავისი ყველა ფიქრი ლექსად აქციოს და საოცრად წარმოგედგინოს მისი შინაგანი სამყარო. იმ რამდენიმე ბავშვს შორის, რომლებიც მე აღმოვაჩინე ფოთში და შევქმნი შემოქმედ მოსწავლეთა წრე, თამუნა იყო ერთ-ერთი ბრწყინვალე მარგალიტი, რომელმაც ბათუმის პოეზიის ფესტივალზე ზღვაური დაიმსახურა პირველი ადგილი და გრან-პრი. და დღეს შედგა მისი დებიუტი. თამუნა გუჯაბიძე მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეა და ის ბათუმის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.